ამერიკას ისრაელზე უკეთესი მოკავშირე არ ყავს. ცხადია, არც ისრაელს ყავს ამერიკაზე უკეთესი მოკავშირე. ამერიკა შესანიშნავი პარტნიორი იყო და არის ისრაელისთვის. ჩვენი გამორჩეული ალიანსი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ მითხრა: "გახსოვდეთ 7 ოქტომბერი. ჩვენ გვახსოვს. გვახსოვს სისასტიკე, გვახსოვს უდანაშაულო ადამიანების დაუჯერებელი მასობრივი ხოცვა. გვახსოვს ჩვენი ტყვეები და მზად ვართ ყველა მათგანი დავაბრუნოთ სახლში, ცოცხალი თუ დაღუპული." მადლობას ვეუბნებით პრეზიდენტ ტრამპსა და თქვენ იმისთვის, რაც ამ საქმეში გააკეთეთ. გვახსოვს ჰამასი და ვიცით, რომ ის უნდა დავამარცხოთ და უზრუნველყოთ, რომ ვეღარასდროს გადააქციონ ღაზა საფრთხეთ ისრაელისთვის. ისინი იქ აღარ უნდა იყვნენ. დღეს თქვენი ისრაელში ვიზიტი ნათელი გზავნილია, რომ ამერიკა ისრაელის გვერდით დგას. თქვენ ჩვენს გვერდით გახართ ტერორის წინაშე, ასევე იმ დაუჯერებელი ცხრუ ბრალდებების წინაშე, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგაა მომართული მსოფლიოში მზარდი ანტისემიტიზმის ფონზე და იმ სუსტი მთავრობების ფონზე, რომლებიც ჩვენზე ახდენენ ზეწოლას. რადგან ისლამისტური უმცირესობებისგან მომავალ წნეხსა და დაუჯერებელ ცილის წამებას ვერ უძლებენ. რაც შეეხება პრეზიდენტის მკაფიო პოზიციას ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე, ყველა მძევალი, ცოცხალი და დაღუპული დაუყოვნებლივ შინ უნდა დაბრუნდეს. ჰამასი აღარ უნდა არსებობდეს როგორც შეიარაღებული ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ღაზის მოსახლეობა უკეთეს მომავალს იმსახურებს. მომავალს, რომელიც ვერ დაიწყება, სანამ ჰამასი არ განადგურდება და ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება. პრეზიდენტი ამ მიზნის ერთგულია. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დღეს. ვისაუბრეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ იმაზე მსჯელობას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. ეს ძალაში რჩება. 48-ვე მძევალი, როგორც ცოცხალი, ისე დაღუპული სახლში უნდა დაბრუნდეს. უნდა დააბრუნონ. ისინი არც არასდროს უნდა გაეტაცებინათ. ის რაც 7 ოქტომბერს მოხდა, უპრეცედენტო ბარბაროსობის აქტი იყო და რაც მას შემდეგ მოხდა, ჰამასის მხრიდან ამ ბარბაროსობის განმეორებაა.